ალბათ შეერთებულ შტატებში არ მოიძებნება მეორე ადამიანი, რომელსაც ქემალ ათათურქი ისევე უყვარდეს, როგორც ოსტინ ბეის. ის ამერიკის არმიის თადარიგის პოლკოვნიკია, მან თურქეთის უდიდეს ლიდერზე ათათურქზე წიგნი დაწერა. ეჭვგარეშეა, რომ თურქეთი ბევრი ისლამური ქვეყნისთვის სამაგალითოა. სოციალურად მგრძნობიარე და კულტურულად ცოცხალი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკური ზრდა სამაგალითოა. მისი თქმით, ამისი მიზეზი სეკულარული მმართველობის ჩამოყალიბებაა, რომელსაც სათავე ათათურქმა დაუდო, როდესაც პირველი მსოფლიო ომში თურქეთის დამარცხების შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა. სეკულარული დემოკრატია თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ქმნის როგორც ეფექტურ საგარეო პოლიტიკას, ასევე აძლიერებს ქვეყანას შიგნიდან. თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის სათავეში ისლამისტური მიმდინარეობის, სამართლიანობის და განვითარების პარტიის გამარჯვების შედეგად მოვიდა. მისი ნაბიჯები ზოგჯერ ათათურქის მიერ დაფუძნებული სეკულარიზმის წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა ოსტინ ბეი ამბობს, რომ ერდოღანი თურქეთის სეკულარულ დემოკრატიას წარმატებით იყენებს, როდესაც არაბული გაზაფხულის ქვეყნებში ჩადის. როდესაც ის სექტემბერში ეწვია ეგვიპტეს, ტუნისს და ლიბიას, განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა სეკულარულ დემოკრატიას მიაღწიეს. ერდოღანმა მათ განუცხადა, რომ მართალია თავად არ არის სეკულარისტი, თუმცა წარმოადგენს საერო დემოკრატიას. თუმცა სტრატეგიული ანალიტიკური ცენტრის სტრატფორის ანალიტიკოსი რევა ბალა ამბობს, რომ თურქული მოდელის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში ადვილი განსახორციელებელი არ იქნება. თურქეთს სურს თავი არაბული სამყაროს მოდელად წარმოაჩინოს და ამ ქვეყნების დასავლეთთან დამაკავშირებელი რგოლი გახდეს. თუმცა ასეთ თეორიას და პრაქტიკას შორის დიდი ნაბრალია. ბალას თქმით, მართალია რეპრესიული რეჟიმების დამხობისას ოპოზიციურ ჯგუფებს საერთაშორისო დახმარება სურდათ, თუმცა საგარეო დომინაციაც აშფოთებთ. ოპოზიციური ჯგუფების უმეტესობას არ სურს, რომ მათზე გავლენა ისეთმა ქვეყანამ იქონიოს, როგორიც თურქეთია. თუმცა ამ ქვეყნებს შეუძლიათ თურქეთისგან სხვა სახის მაგალითი აიღონ. როგორც ოსტინ ბეი ამბობს, ეს გზა განათლების სისტემის განვითარებაზე გადის. ათათურქმა ჯერ კიდევ 1923 წელს განაცხადა ქვეყნის განვითარების გზის შესახებ, რომ თუ კი გვინდა ქვეყნის აყვავება, ის ჩვენ თავად უნდა შევქმნათ. ოსტინ ბეის თქმით, თურქეთის ეკონომიკის განვითარება და 7%-იანი ზრდა სწორედ განათლებული ახალგაზრდობის შედეგია. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.